ცისფერყანწელების თავარი იდეა იყო ევროპეიზაცია. 2005 თუ რაღაც მოგვიანებით იყო და მაშინ შემოვიდა ერთ-ერთი საინტერესო წერილი ბიძინა ივანიშვილისგან. წერია ეწერა ძალიან კონკრეტულად, რომ $15,000 სამშენებლო მასალებზე მოიპოვოთ. ამბობდა, რომ დაიჭირეთ ეს კაცი. რაც უფრო მდიდარია, რაც უფრო თქვა ძალაუფლება აქვს ხელში ადამიანს, მით უფრო გამორჩეულად ჯის ყველას. ეს იყო რაღაცა პარანოიული, შიშით და სტრესით გაჯერებული ყოველდღიურობა, განსაკუთრებით ეს ცხელი ფაზა, როცა არის 37 წლის ზაფხულიდან წლის ბოლომდე. სადისტური ყოველდღიურობა შექმნილი საკუთარი ტყავის გადასარჩენად, როდესაც უკვე განწირულ ადამიანს ხედავ, რომ მას ქვა ესროლო და ამითი საკუთარი თავი დაიცვა. როგორ უნდა აიხსნას ახლა ეს დაპატიმრებები და დასჯა, რომ ესენი არიან გარეწარი მოღალატეები, რომლებიც შეინიღბნენ, თავი მოგვაჩვენეს თითქოს რომ არიან პატიოსანი საბჭოთა მოქალაქეები, მაგრამ ჩვენ მათ ჩავავლეთ. დანაშაულზე წავსარეთ და აი ახლა მათი სამაგალითო დასჯა უნდა მოხდეს. ირაკლი, გამარჯობა. მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება იმედია და სხვათა შორის 22 ივლისზე მინდა ვილაპარაკოთ და 22 ივლისი ეს არის ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. ჩემთვის განსაკუთრებულად შენთვისაც დარწმუნებული ვარ, ეს არის პავლო იაშვილის თვითმკვლელობის დღე. არც მინდა თვითმკვლელობა ესე სიტყვა რომ ვახსენო, იმიტომ რომ მისი არჩევანი იყო, ხო? ანუ ეს მთელი ამ ტერორის ფონზე გააკეთა ის არჩევანი, რომელიც გააკეთა, მაგრამ პავლო იაშვილი და თვითონ ეს იაშვილების ჩემთვის ძალიან ახლო დედა მყავს მე იაშვილი, რომლის ასევე წინაპრები რეპრესირებულები იყვნენ, თუმცა 24 წლის აჯანყების შემდეგ გამოაღწიეს რაღაცნაირად. და იაშვილები ახლა თითქმის წარმოშობით ყველა რაჭიდან არიან, ხო? ეს კლდისუბანია, ესეთი პატარა სოფელი, რომელშიც ესე იყვნენ, მერე გაიფანტნენ და დაიფანტნენ. და ასევე პავლო იაშვილის დაიბადა საჩხერეში არგვეთეში და მე წარმოშობით ვარ საჩხერიდან, ივანწმინდიდან ულამაზესი სოფელია, ჩემი დიდი ბაბუა იქ იყო დაბადებული ბაბუაც და ამიტომ რაღაცნაირად ეს თანკვეთა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მოკლედ 22 ივლისი, როდესაც გამორჩეული პატრიოტი, ულამაზესი წარმოსადეგი, სხივჩამდგარი ადამიანი პავლო იაშვილი, რომელიც ბოლო დროს ძალიან მოწყენილი იყო გერონტიკი ხოძე ამბობდა, ხო, ეს თავის მემუარებში იჯდა თავის ვერანდაზე, ხშირად გაყურებდა რაღაც სივრცეს, იმიტომ რომ იცოდა, რომ ეს ტერორი თან ესე აიძულებდნენ უახლოეს ადამიანებს, როგორც ტიციან ტაბიძეზე აიძულებდნენ, ხო, რაღაც დაეწერა და არა მხოლოდ, ხო, და ამიტომ ესე იგი გამოვიდა სახლიდან, აიღო თოფი, გაახვია, მივიდა მწერალთა კავშირის შენობაში, იქ სხდომა იმართებოდა და სხვა შორის ესეც მნიშვნელოვანია, რომ ბუფეტში შევიდა სასადილოში და ბოლოვალი გადაიხატა, ხო, თორსტომ ესეც გერონტიკი კოდის მოგონებაა და ამაზე მინდა ვილაპარაკოთ. მოკლედ, პავლო იაშვილზე, ცისფერყანწელების და რა ვიცი, 30-იანი წლების ჩვენ გამორჩეულ ქართველზე, იმიტომ რომ ცისფერყანწელებიდან ბევრი საბჭოთა ტერორის მსხვერპლი გახდა, ბევრი ჩვენი გამოჩენილი ადამიანი, ისევე როგორც ძალიან ბევრი, ხო, 30-იან წლებში, რა ვიცი, მიხეილ ჯავახიშვილი მალევე დახვრიტეს, ასევე ტიციან ტაბიძეც მალევე დახვრიტეს და სხვა შორის არ ვიცი ეს მართალია თუ არა, ბერია რომ დაიბარა ტიციან ტაბიძე, შენ გეცოდინება და რომ უთხრა, რომ წადი ახლა და სოლს დაელაპარაკე და მოეთათბირე. პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის, ძალიან მძიმე და ტრაგიკულ თემაზე გვიწევს საუბარი. შესაძლოა რაღაცა ახალი კუთხით ვცადოთ ამ პროცესების დანახვა და ანალიზი, ბევრისთვის ცნობილი არის, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო ცხადად შეიძლება დავინახოთ და შევიგრძნოთ თუ რა სიტუაცია, რა კლიმატი იყო ამ წლებში და ეს არ არის მარტო გამონაკლის პერიოდი, ხო? 37-მდეც და 38-ის შემდეგაც ტოტალიტარული რეჟიმი აგრძელებს არსებობას, პოლიტიკური ტერორი გრძელდება. ოღონდ აქ მასშტაბებში არის განსხვავება. ეს 2 წელი არის პიკი, ამიტომაც არის ცნობილი დიდი ტერორის, დიდი სტალინური ტერორის, დიდი წმენდის სახელით, ანუ თუ ცალკე კატეგორიად გავიტანთ, მაგრამ მასობრივ ეთნიკურ დეპორტაციებს მარტო აი პოლიტიკური ტერორის კუთხით ამ 2 წელში ამ მსხვერპლის რაოდენობა არის აღებული მეტი ვიდრე
რუსეთის შემთხვევაში 1917 წლიდან 36-მდე ან თუნდაც 18 წლის შემდეგ უკვე სტალინის სიკვდილამდე, ხო? ანუ ეს არის გენერალური წმენდა და ერთგვარად ეს შეგვიძლია შევადაროთ ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელთა გენოციდის, ჰოლოკოსტის გადაწყვეტილებას, ხო, რომელსაც დაარქვეს ესეთი სახელი საბოლოო გადაწყვეტა ებრაული საკითხის. ანალოგიურად, რა თქმა უნდა, ესეთი სახელი არ დარქმევია საბჭოთა რუსული ტოტალიტარული რეჟიმის ლიდერების მიერ დაგეგმილ ამ ოპერაციას, მაგრამ თავისი არსით ეს არის საბოლოო გადაწყვეტა რეჟიმისთვის მიუღებლად, საშიშად, ოპონენტებად, ან უკმაყოფილოებად აღრიცხული და ასე ვთქვათ, მონიშნული მთელი ფენების და ჯგუფების საზოგადოების. სახელი ჩვენთვის შეიძლება ძალიან ნაცნობი იყოს, ახლა ვინც არ იცის, ვთქვათ, კარგად ის ისტორია იმ წლების, ხო, ხალხის მტრების სახელით იყვნენ, ხო? ანუ ეს ყველა თითქმის რაც იწერებოდა არის უამრავი, ეს არის კონტრრევოლუციონერი, ჯაშუში, ტროცკისტი, მემარჯვენე, ну, ახლა მენშევიკი და ასე ვთქვათ, ეროვნულ დემოკრატი და ფედერალისტი ეს უკვე ტრადიციის ნაწილი არის 21 წლის ოკუპაციიდან მოყოლებული მთავარი სამიზნეს პოლიტიკური პარტიები და ოპონენტები იყვნენ, ოღონდ აქ უკვე ამ დიდ ტერორის ფარგლებში ეს არის ერთიანად, რომ ეს არის კონტრრევოლუციური შეთქმულება, ჯაშუშები, მავნებლები, საბოტაჟნიკები. ანუ ეს სიტყვები, ასე ვთქვათ, არსაიდან არ მოუტანია დღევანდელ რეჟიმს, ხო? კი, ჯაშუში, შპიონი, აგენტი, ხალხის მტერი, სამშობლოს გამყიდველი, ანუ ამის მთელი სპექტრი გვაქვს და ეს ძალიან საინტერესო არის, რომ ამას არის კვლევარის ტერორის ენა როგორ იქმნებოდა და პირველ წყარო არის რუსული. ანუ ეს კაფეოდ შეგვიძლია ვთქვათ, აი მთელი ბოლშევიკური საბჭოთა ქართულენოვანი პროპაგანდისტული გამოცემების და პრესის შესწავლიდან, რომ აქ ადგილზე რაღაც აი ამ სიძულვილის ენის წარმოება არ ხდება. ეს ყველაფერი არის კალკი რუსეთში, მოსკოვში, ცენტრში შექმნილი. მთელი ეს სახელმძღვანელოები ტექსტბუკი, რასაც ეწოდებენ, ყველაფერი არის ერთი კგბ-ში შექმნილი. ეს არის ცენტრალიზებული დიდი ტოტალიტარული მონსტრი და ანუ ზუსტად ამიტომაც ვამბობ, ანუ ეს ენიობრივადაც ხო, ეს ხალხის მტერი და ჯაშუში, შპიონი, საბოტაჟნიკი, მავნებელი, დივერსანტი, ხო? ანუ ეს აი მთელი ასე ვთქვათ, ერთად ნაკრები მიეყენებოდა ხოლმე ადამიანს და ეს პროპაგანდაც ყოველდღიურად იყენებდა ამას, როცა ეს პიკი დგება და ეს თავარი პოლიტიკური პროცესი გასამართლება ბრჭყალებში, ხო? საბჭოურ სასამართლოს საუბარი ზედმეტია. ანუ როდესაც ეს კამპანიები მიდის და ეს ხდება ზუსტად პირველი აქტიური და მასობრივი ფაზა იწყება 1917 წლის ზაფხულში. რეალურად ამ დიდი ტერორისტული წმენდის მომზადება პირველი უფრო მცირემასშტაბიანი ოპერაციები იწყება წინა წელს 36 წლის მეორე ნახევარში. მიწისშვილი დახვრიტეს ივლისში ასევე, მანამდე ხო? პაოლომდე თუ არ ვწდები, მე მგონი ივლისის დასაწყისი. ხო, აი ზაფხულის შემოდგომა ყველაზე ანუ მასობრივი დაპატიმრებების და უკვე დახვრეტის რაც მეერე პოსტფაქტუმ ირკვევა, ამიტომ რომ თესე დასათვრელი მსხვერპლის გარდა ოფიციალურად ამაზე არ ცხადდებოდა და ამის მიზეზებსაც შეგვიძლია თქვათ 2 სიტყვა შემდეგ, ანუ წლის ბოლომდე, ანუ ზაფხულიდან დეკემბერი და 38 წლის იანვარი, თებერვალი ეს არის ყველაზე ესეთი მასობრივი და აქტიური ფაზა და 38 წლის ნოემბრამდე უკვე ნელ-ნელა იკლებს მასშტაბი გამომდინარე ამ წმენდის ოპერაციების. მასშტაბი დაახლოებით რიცხვებში თუ შენ საქართველოს შემთხვევაში გვაქვს როგორია მაგალითად? სანამ იყო ღია ყოფილი კგბ-ს არქივი, 3 წელია უკვე დახურული არის და ჩვენ დროს ძალიან აქტიურად მუშაობდა. გაიხსნა 2006 წელს პრეზიდენტის სააკაშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებით, როგორც ასევე ოკუპაციის მუზეუმი. შენ კარგად იცით. ეს ჰუერის ინსტიტუტთან პარტნიორობით დაიწყო დიგიტალიზაცია, შესწავლა დამუშავება ამ ფონდების და 2012 მერე ეს სწრაფად ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, ახალმა
რუსულმა რეჟიმმა ვერ შეძლო, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ უკვე მეთოდურად ზღუდავდნენ წვდომას და უკვე აგერ 23 წლის შემდეგ არის სრულად ყრუთაკეტილი, მაგრამ სანამ იყო შეზღუდული მუშაობის საშუალებაც კი, ცხადია შეიძლებოდა ესეთ მასშტაბური კვლევის და კალკულაციის გაკეთება და 27-28 წლის აი ამ დიდი ტერორის ოპერაციების მიახლოებით სხვა არქივების ჩაკეტილობის გამო ვამბობთ, რომ მთლიან სურათს მაინც ვერ ხედავთ და დაახლოებით გვაქვს საუბარი 22-დან 25,000-მდე ადამიანზე, რომელიც საკმაოდ კი არა და ძალიან მცირე დროში 27 წლის პირველი ნახევრიდან 38 წლის მიწურულამდე არასრულ 2 წელიწადში მოხდა მათი აი ამ რეპრესიის მანქანაში გატარება. ხრებოდნენ, ეს ხო შენ რო ამბობდე, რომ არ ამბობდენო, ასევე ტიციან ტაბიძე როდესაც დახვრიტეს, თან ოჯახს შემოუთვალეს, რომ თბილი ტასაცმელი მოიტანეთ, რომ გადავასახლეთ, ხო? ანუ გულაგში და ამ დროს თურმე დახვრეტელია უკვე. მხოლოდ აი ესეთი სტატუსის მქონე მსხვერპლის ოჯახის წევრები ახერხებდნენ უკვე სტალინის სიკვდილის, ხრუშოვის მიერ დესტალინიზაციის კამპანიის და რეაბილიტაციების კამპანიის პროცესში, რომ აი რაღაცა უფრო მეტი გაეგოთ, ვიდრე სტანდარტული პასუხი, რომ ასე ვთქვათ, საფუძვლის არარსებობის გამო განაჩენი გაუქმებულია, რეაბილიტირებულია და მორჩა, ხო? მე იცი რამ გამაკვირვა, აი სულთა ცოტა ხანი აი პავლოს რო საქართველოს რო გამოვეთიშოთ, ნადია მანდელშტამის ესენი მოგონებები. ეხა იქ წერია ძალიან ისე აღწერს, რომ აი მაგალითად რომ დააპატიმრეს ოსიპ მანდელშტამი, რომელიც ხელშეშ ძალიან კარგად იცნობდა ოცისფრაყანწელებს და პავლოს და ტიციანს და ესეთი ისტორიაც არის, რომ საზღვარზე ტიციანმა წამოიყვანა დააპატიმრებული მანდელშტამი თბილისში, ხო, ბათუმიდან თუ არ ვცდები, მაგრამ პირველ რესპუბლიკის დროს და ძალიან ესეთი საინტერესოდ აღწერენ ხოლმე ამ ისტორიას, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ, ანუ ნადია მანდელშტამი ამბობს, რომ როდესაც დაიჭირეს ოსიპ მანდელშტამი, ის დადის ყველასთან, დადის ენუქიძესთან, ბუხარინთან, შედის ყველა კაბინეტში, ხო? აი ძალიან უცნაურია ეს. თითქოს რაღაც შეება პირველი რაღაცა ეტაპია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას რაღაცას ეუბნები. უბრალოდ მე ბუხარინი აღარ უღებს კარებს, იმიტომ რომ გაიგო ის ცნობილი ლექსი, ხო? რაღაცში რო გრუნდ ასი წინა რომელიც აქვს და მაგის გამო დაიჭირეს, პრინც გადაასახლეს, ხო? მე კი საბოლოოდ მაინც რეპრესირებულია და ტერორისტ ხორბლი აღმოჩნდა, მაგრამ ეს ადამიანები მაინც ახერხებენ რაღაცის გაგებას. ანუ ეს მარტო რაღაცა პრივილეგირებული ადამიანების იყო? თავისთავად, ანუ ეს ჯერ კიდევ მუშაობს თავარი და მასობრივი ფაზის დაწყებამდე და სანამ ანუ ეს არის ესეთი ერთიანი მასშტაბური წმენდა და აი ეს მაღალჩინოსნები, ვინც ჩამოთვალეთ, პირველ ფაზაში მათი დაქვეითება გარიცხვა პარტიიდან დაპატიმრება და შემდეგ დასჯა მიმდინარეობს კონკურენტების, სტალინის ერთპიროვნული ძალაუფლების და შემდეგ ეს ციკლურად გრძელდება. ანუ ქვედა და ქვედა რგოლებში ჩამოდის ესეთ შიდა წმენდები, ანუ პარტიის შიგნით, სახელმწიფო ბიუროკრატიის შიგნით, წითელ არმიაში და თვითონ ტერორის სტრუქტურებში შიგნითაც არის ასევე წმენდა, სადაც აი ეს დაჯგუფებები, რომელიც რევოლუციონერებს ხვეტავდა, ხო? ანუ ეს სტალინის პირადი ნდობის ვერტიკალს, ვინც არ მიაკუთვნება, ყველა სფეროში ისინი თავისთავად სტალინის დაკვეთით და ზურგით ამ ტერორის ფარგლებში ანადგურებენ ყველა, ასე ვთქვათ, მათთვის მიუღებელ უცხო და კონკურენტ, ასე ვთქვათ, ჯგუფებს და ინდივიდებს. ხელაშვილი მდივანი, ეს პარტიული ხაზით, თვითონ უკვე შინსახკომში, ჩეკა გპოს მემკვიდრეშიც, ანუ ცენტრალურ აპარატში რო წარმოვიდგინოთ 27 წლის დამდეგისათვის, სადღაც რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობს, ოფიცრებით და ხელმძღვანელი რგოლით დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული, სადღაც 300-400 ადამიანი და ამის შიგნით სადღაც 50-60-მდე ადამიანი მინიმუმ არის თვითონ სისტემის შიგნით დაპატიმრებული და დახვრეტილი, როგორც ჯაშუში, კონტრრევოლუციონერი, ასე შემდეგ. ხო, ანუ აი ესეთი წმენდები მიდის და საიდან გადავხვევით, რომ მხოლოდ აი ესეთი
ცნობილი სტატუსის მქონე ერთგვარი ელიტური იგებდნენ ამბებს. სხვერპლის ოჯახის წევრებს თუ ჰქონდათ მერე შანსი, რომ უფრო მეტი გაეგოთ. ანუ როდესაც ჩვენ რეაბილიტაციაზე და დესტალინიზაციაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის რაღაცა სამართლიანი პროცესი, ეს არის ასევე პოლიტიკური პროცესი, როცა ახალი დიქტატორი ცდილობს ძველი დიქტატორისთვის, ასე ვთქვათ, მთელი ბრალდებების გადაბარებას, მისი დაჯგუფებების განეიტრალებას და ასევე შერჩევით მისი მსხვერპლის, ასე ვთქვათ, განულებას, რეაბილიტირებას, რომ არა, აი ეს მათი პირადი დანაშაული იყო და ამის ფარგლებში იგებს მსხვერპლთა უმრავლესობა, რომ მათი მამები თუ მეუღლეები თუ ოჯახის წევრები, რომლებიც ეგონათ, რომ იყვნენ გადასახლებული მიმოწერის უფლების გარეშე 10 წლით და ამ შემდეგ დაიღუპნენ გულაგში პატიმრობისას, სიამოვნებაში არიან დახვრეტილი ერთი თვის მერე, რამდენიმე კვირის მერე, რამდენიმე დღის შემდეგაც კი დაპატიმრების, ხო? და აქედან გამომდინარე, თუ რამე ცნობილი იყო და თუ რაღაც ამ ტერორის მსხვერპლ ადამიანებზე რა ხდებოდა მათი დაპატიმრების შემდეგ, აი უკვე გაქრა ადამიანი, ყველაფერი არის შემდეგ უკვე შეზღუდული, ვერ ნახულობენ საპატიმროში, მაქსიმუმ შეუძლიათ ფული, ტანსაცმელი და საკვები შეუგზავნონ და ერთ ნაფლეც ქაღალდზე მიიღონ დასტური რომ მიიღო, ან ორიოდე ფრაზა, მეტი კომუნიკაცია არ არის მათთან, შემდეგ ხრებიან საერთოდ, ხო? და არის აი ეს, რომ აი გადმოცემით ვიღაცამ რაღაცა გაიგონა, ვიღაცამ ამბავი გამოიტანა. საქართველოს უფრო პატარა იყო შეიძლება, თბილისის, თუმცა ძნელია მოსაუბარი პირიქით რაღაც ადამიანებს აქვს ცდომა, რაღაც ინფორმაცია. პირიქით, ანუ ამას თვითონ სისტემა იყენებდა დეზორიენტირებისთვის, ანუ ის რომ შენარჩუნებულიყო ეს ესეთი დაკვეთა გადაწყვეტილება იყო, რომ დაპატიმრებები ადამიანების გაქრობა არის მასობრივი, ყველა ამას ხედავს, მაგრამ მას შემდეგ ამ ადამიანებზე არავინ არაფერი არ იცის. სისტემა ამბობს, რომ აღმოფხრა და ასე ვთქვათ, ებრძვის შეთქმულებას, ებრძვის მოღალატეებს, ხალხის მტრებს, აჩვენებს მხოლოდ მცირე ჯგუფებს, ესე თეატრალიზებულ, როგორ ვთქვათ, ანუ დადგმულ სასამართლო პროცესებზე, სადაც ისინი აღიარებენ, ადასტურებენ რეჟიმის განაცხადს, რომ ეს არის აი მოღალატეების და საზღარი ადამიანების გამოვლენა და დასჯა. ეს არის ერთეულები, რამდენიმე მთავარი პროცესი ტარდება მოსკოვის პირველი და მეორე პროცესი, ესეთი საჩვენებელი პროცესები თითოეულ ეგრეთ წოდებულ მოკავშირე რესპუბლიკაში, საქართველოში ესეთი ჩატარდა 3. წესით 4 უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო სიღნაღის კონტრრევოლუციურ მავნებელთა ჯგუფის პროცესი, სოხუმში, აფხაზეთის, ბათუმში აჭარის, ოღონდ მთავარი და პირველი რომელიც უნდა ყოფილიყო თბილისის, ანუ ბუდუმდივანი, გიორგი ელიავა, ქარცივაძე, მალაქია ტოროშელიძე და შემდეგ, ხო, დაახლოებით 11-მდე ადამიანის საჩვენებელი სასამართლო პროცესი, ეს დაგეგმილი იყო ივლისის დასაწყისში, ბოლო მომენტში სისტემამ გადაიფიქრა და ჩაატარა დახურული კარს მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან დაპატიმრებული 36 წლის მეორე ნახევრიდან და ნახევარი წელი გადიან ამ ტერორის წნეხში და ენით აუწერელ წამებას და საბოლოოდ უმრავლესობა მათგანს მოაწერინეს ხელი ამ აღიარებით ჩვენებაზე, უკვე ადამიანური ატანის ზღვარს მიღმა იყო მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სისტემა მაინც ვეღარ გარისკა, რომ აი თუნდაც ესე ამ მდგომარეობაში ყოფი ადამიანები მაინც სავსე დარბაზში, თუნდაც შერჩეული აუდიტორიის წინ გამოეყვანა, სადაც მათ კიდევ შეეძლოთ რაღაცა ისეთი ეთქვათ, რაც დარბაზგარეთ გამოვიდოდა. ამიტომ ჩაატარეს დახურულ კარს მიღმა. როგორც ახლა დახურეს სასამართლოები, ხო, ეს ერთ სიტყვასაც შეუძლია საფრთხის შემცველია ადამიანების ურთიერთობა, მათ შორის აი თუნდაც თვითონ გისოსებს მიღმა, ხო, ესე ამბობ, მაგრამ მე დაგაბრუნებ ცოტა ცისფერყანწელებზე, აი ამ პერიოდზე ერთი შეკითხვა. ანუ ზუსტად ეგ არის, ანუ ივლისის დასაწყისში ეს პროცესი მიდის და მწერლების უმრავლესობის აქტიური, ასე ვთქვათ, დაპატიმრებები იწყება უკვე
აი ზაფხული, ივნისი, ივლისი, აგვისტოს განმავლობაში. ერთი ესეთი არა გააგრძელი, უბრალოდ ერთი ესეთი ისმინდოდა მე თქვა, რომ პრინციპში არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა როგორი მაღალი წრის, თქვათ აი ამ კომუნისტურ ეშელონებში იცნობდი რომელი თქვათ მაღალი წრის ადამიანებს. ხო, აი მაგალითად სანდრო ახმეტელის ისტორია როგორ არის, ხო? ანუ სანდრო ახმეტელი ითვლება, რომ სტალინს ძალიან ახლოს იცნობს, ხო ესე? ანუ და ვითომ მე რაღაცა დაპირისპირება აქვს ბერიას და ახმეტელს, ჩადის სტალინთან, ცოლთან ერთად გახსოვს აი სანამ დახვრეტან იქ გასტროლებითაც კი მიდის, მე უბრალოდ ხსნიან თანამდებობიდან და ამის შემდეგ ყველა ამბობს და მათ შორის ახმეტელიც ამბობს, რომ მე წავალ ხა და სტალინთან ამ ყველაფერს დავალაგებ. ანუ რაღაცნაირად სიახლოვე ქონდათ, ისევე როგორც თქვა ცისფრყანწელებსაც სიახლოვე ქონდათ მაღალი რანგის ბოლშევიკებთან თავიანთი პირადი ასე ვთქვათ ახალგაზრდობის ქუთაისი პირველი გიმნაზია და ასე შემდეგ, ხო? ნაცნობი კავშირებით. მაგრამ მე წავიდის ცოლთან ერთად ახმეტელი და ამ დროს ნუ ხრეტან იჭერენ და ხრეტან, ხო? ანუ პრინციპში არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა, ხო? ეხლა კი არის რაღაც მოსაზრებები, რომ აი მაგალითად ლეგენდებია თუ ნამდვილი ისტორია არ ვიცი, რომ თქვათ მიწიშვილმა ბევრ ხალხში ბერია შეურაცხყო, ხო? რაღაცა ცუდი სიტყვები თქვა, მე ბერიას მიუტანეს ამბავი, მე ბერიამ დაიბარა, რამდენიმე ადამიანი ტიციანიც მათ შორის და რაღაცად გამოუშვაო მაშინ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ანუ არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა, ვის იცნობდი, ხო ესე? ანუ ეს მინდა რომ ხო, ნუ გააჩნია, ანუ უშუალოდ სტალინთან პირადი ნაცნობობა იყო როგორ აი საფრთხეც და გამოსავალიც, ხო? გამონაკლისი რამ ხრივ, ანუ მისი აღმეხსიერების გამო, მისი კომპლექსების გამო, მისი ბოღმის და სიძულვილის გამო, საკუთარი სამშობლოს და მის ისტორიას, კულტურას და ღირებულებებს რაც უკავშირდებოდა და ეხლა ეს არ არის რაღაცა ჩვენი ინტერპრეტაცია, ის სიები რომ ნახოთ, ეგრეთ წოდებული სტალინის სიები, რომელსაც პოლიტბიურო და სტალინი უშუალოდ წინსწრებით განსაზღვრავდა საშელისწომას, დახვრეტას ან გადასახლებას ამ ადამიანების ყველა რესპუბლიკიდან გადაგზავნილი ესიები და საქართველოსთან არის სადღაც 3000-ზე მეტი. იქ არიან მისი პირადი ნაცნობები კი არა, აი ვის წინაშეც თუნდაც დავალებული იყო თავისი ცხოვრებისეული გზიდან გამომდინარე, ვინც მასწავლებლად ითვლებოდა პარტიული ხაზით, ნათესავები, ოჯახის წევრებიც კი ხო, ანუ პირველი მეუღლის ოჯახის წევრები არიან დახვრეტილი და გადასახლებულები, ანუ ეს რომ სტალინთან ესეთი კავშირი ჰქონდათ პირიქით დამამძიმებელი და განსაზღვრელი აღმოჩნდა მათი ბიოგრაფიისთვის. ამ ანდეშტაბზე ამბობს, რომ შევინახოთ, ანუ გახსოვს ეს ოღონდ არის მეორე მომენტიც, არის მეორე მომენტი, რომ აი ეს პირადი ნაცნობობა და თუნდაც ბოღმა და ბრაზი რაღაცა მომენტში მისი ფსიქოპათიური ბუნებიდან გამომდინარე აღმოჩნდა იმ მომენტში გადამწყვეტი, რომ ადამიანი გადარჩენილიყო, მაგალითად სერგო ქავთარაძე, რომელსაც ფაქტობრივად განაჩენი გამოტანილი ჰქონდა, უკვე დახვრეტა უნდა მოეყვანა ცისრულეში და უკანასკნელ მომენტში ბელადმა მოიკითხა ძველი ნაცნობი სერგო, შეაცვლევინა ეს გადაწყვეტილება, გაათავისუფლებინა და დაუყოვნებლივ ასე ვთქვათ დიპლომატიურ სამსახურში აღადგინა. ხო, ანუ ეს მისი აი მანიაკალური ბუნების ნიმუში არის და ძალიან ხშირად არა, მაგრამ პერიოდულად ესე იქცეოდა, რომ ამითი ალბათ თავის თავს და გარემოცვასაც უმტკიცებდა იმას, რომ ყველაფერი მის ხელში. ანუ ერთგვარი, ანუ ესეთი ამბიციებით და ესე ფსიქოლოგიის ადამიანების და დიქტატორების ვნება ეგ არის, რომ რაღაცა ღმერთად უნდა თავი წარმოედგინონ. ანუ მას შეუძლია განსაზღვროს სიკვდილის სიცოცხლის საკითხი. მითოლოგიურად ყველაფრის გადამწყვეტი, ხო? ეხლა ჩვენ გვაქვს ამის ნიშნები დღეს საქართველოში. აქაც ანუ ამ წერლებიდან და ხელოვანებიდან, ხო, ვინც დიდი ტერორის მსხვერპლი გახდა, ეს კავშირდა ცდომა სტალინთან ან ბერიასთან პირადად, აი ესე ორმაგად მოქმედებდა. შეიძლება დამღუპველი აღმოჩენილიყო, შეიძლება ემოქმედა მის ან უფრო ნაკლებს ვერ იტყვი
არასასიკვდილო რეპრესიაზე, ანუ დახვრეტის მაგიერ გულაგში გადასახლებაზე და შემდეგ რაღაც პერიოდში თუნდაც სასჯელის შემცირებაზე, ესეთ პრეცედენტებიც არის სხვადასხვა ტიპის მსხვერპლთა ისტორიებში, ან პირიქით, რომ აი პირადი შურისძიების მომენტიც ჩართულიყო. ხო, მაგალითად ევგენი მიქელაძე ხო, ორახელაშვილების სიძე იყო, რომელიც დახვრიტეს და პრაქტიკულად ვერ გადარჩა ვერც ერთი ნაცნობობის ქსელი. ორახელაშვილები იყვნენ მონიშნული როგორც აი შიდა პარტიული წმენდის ამ ძველი, ასე ვთქვათ, ბოლშევიკური ძველი გვარდიის და ბიუროკრატიის, ასე ვთქვათ, გასანადგურებლად განწირული ნაწილის წარმომადგენლები იყვნენ. ხო, თან აქ კიდევ მეორე მომენტი არის, რომ ეს არის დიდი პოლიტიკური წმენდა. ეს არ არის რაღაცა ესეთი სპონტანურად, რაღაცა სტიქიურ უბედურებასავით დაწყებული პროცესი, ეს არის გეგმაზომიერი, წინასწარ დაგეგმილი, გაანგარიშებული, გაწერილი პროცესი და ეს არის ყველა სფეროში. ეს ანუ არ არის მხოლოდ რაღაცა შიდა პარტიული წმენდა თუ მოწინააღმდეგე პარტიების და იატაკქვეშეთის წარმომადგენლების საბოლოო განადგურება, ეს არის ყველა სფეროში მოსპობა რეჟიმისათვის არასანდოდ მიჩნეული ადამიანების, ამისი უზარმაზარი აღრიცხვა მასალები რეჟიმს აქვს უკვე თითქმის 20 წელია რაც არსებობს და მისი ტერორის აპარატი ყოველდღიურად მუშაობს თავისი აგენტურული და ინფორმატორული ქსელით, რომ შეისწავლოს ვინ რა განწყობების არის, ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, დაფიქსირებული და როდესაც მწვანე შუქია პოლიტიკური ცენტრიდან გადაწყვეტილების მიღები პირებიდან სტალინის პოლიტბიუროს მისი პირადი კლანის, რომ აი ახლა ესენი ფიზიკურად უნდა განეიტრალდნენ და ეს უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად და მასობრივად, რომ სხვები, ვინც არ არიან ამ კატეგორიაში, უბრალოდ მიხვდნენ, რომ ერთი სიტყვაც კი შეიძლება მათთვის სასიკვდილო განაჩენის საფუძველი გახდეს, ეს იწყება და აქაც არის მომენტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს დაგეგმილი და გაანგარიშებული იყო, უკვე ამუშავებული სისტემა რაღაც მომენტში იჭედება, ვერ აუდის ამ, ასე ვთქვათ, მასშტაბის რეპრესიას და სჭირდება გახანგრძლივება ერთი მხრივ და მეორე მხრივ აქ ირთვება ეს მომენტი, ვინ რომელი ნაწილი ამ აპარატის უფრო აჩვენებს თავს ეფექტიანად. ერთგვარი შეჯიბრებითობის მომენტი არის, რომ აი წინასწარ რო არის დაგეგმილი და გაწერილი, რომ აი 1000 კონტრრევოლუციონერი უნდა გამოავლინოთ და აქედან 500 უნდა დასაჯოთ სიკვდილით და დანარჩენი გააგზავნოთ გულაგში. აი ამ წამების და მთელი ზეწოლის მთელი არსენალით და კონვეიერით, რასაც სისტემა იყენებს და ესეც დაშვებული ხდება ოფიციალურად უკვე სისტემის შიგნით, რომ გამოიყენეთ ეს ზეწოლის მეთოდები აღიარებით ჩვენების მისაღებად. შემდეგ ეს მიდის ჯაჭვური სისტემით. ერთი ადამიანი სამიზნე, მისი წამება და ფსიქოლოგიური გატეხვა და ხელსაწერს ადამიანი და ამბობს გვარებს და სახელებს, რომელიც პირველ რიგში ახსენდება რამდენიმე ათეულიდან ასეულამდე. ეს არის უკვე წყარო ახალი წრის დასაწყებად და ესე ჩადის და ჩადის სიღრმეებში. და სოლჟენიცინი რო წერს თავის არქიპელაგ გულაგში, აი ეს მინდა აქ კიდე ეს შენებური ცოდნით რომ მოგვიყვა. მაგალითად რას წერს, ხო? იმდენად აბსურდული იყო ადამიანების დაკავება და გაქრობა, რომ ეხლა რო ვფიქრობთ, აი ხანდახან ვფიქრობთ იმას, რომ რამდენად აბსურდულია ვთქვათ ისჩვენება სრულ მოწმე სასამართლოში და შემდეგ. აი სოლჟენი თავიდან დასაწყისში ამბობთ, თუ არ ვწდები, ამბობს, რომ პაემაზე დაპატიჟა ქალმა კაცი, ხო? მაგალითად, და გვარებს ასახელებს, ეს ხო ყველაფერი გვარებზე არის და გვარებზეა ჩამონათვალი და ეს ადამიანი გაქრა უცებ, იმიტომ რომ პაემნიდან აორთქდა, ენკავედე მოვიდა და გააქრო, ხო? ანუ ეს საოცარია. ან მაგალითად მოვიდა მალიარი, რა ქვია, შემთეთრებელი როა და ეს შენი რა ვიცი, გამოცდილი ადამიანი, რომელიც წლები აგერ გვერდზე შენობაში ცხოვრობს, ანუ ძალიან მასიური კი არა, ყველაფერი იყო ჩართული, ხო, აი ამ მომენტში, მაგრამ ყოვლის მომცველია ტერორი. უბრალოდ ერთი აი რო დავბრუნდეთ კიდე, მაგალითად პაოლოს ცირკულობის დღე
როდესაც იქაც თორსტები სიმოჩიქოვანი ამბობს, რომ ანუ მიხეილ ჯავახიშვილი რო გამოვიდა, უცებდა თქვა, რომ თეთრი პიჯაკი რო აცვია და სასტრაფოდ მომიყვანეთ მანქანა, რაღაცა შიშის მომენტი იყო, მაგრამ ამავე დროს მიხეილ ჯავახიშვილი ამბობს, რომ ყოჩახშენ, აფერუმშენ, ვაშკაცი ყოფილ ხარ და ყველა სგვაჯობეო, ხო? ანუ რისი თქმა მინდა, ესე იგი რაღაცა პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობა როგორ არ არსებობს, ხო, ასევე შემდეგ იყოფა რაღაცა კასტა, ხო, თქვა პროლეტარიატთან ახლო წერლების და თქვა რაღაც წერლების და პოეტების ნუსხაც არსებობს, ხო, შენ ძალიან კარგად იცი ეს ყველაფერი. ვიღაც ვერ გადარჩა, ვიღაც გადარჩა. და თბილისში ძაძებით რო დადის თბილისი და საერთოდ ლაპარაკიც რო არ შეიძლება, მაგრამ ამ დროს ჩდება რა, რომ მაგალითად პავლოს გასვენებაში ქობულოვი რო ეუბნება ეს ჩეკისტი კოლავ ნადირაძეს, რომ როგორ მოხვედი შენ აქ და ხო, ანუ ეს ერთი მეგობარი ყოლიაო, ხო, იმიტომ რომ ბერიამ გაიგო უკვე და აფრინა იმაში სპეციალური რაღაცა დეპეშა მოსკოვში. ანუ ანთროპოლოგიურად როგორ ხდება, ანუ როგორია ეს დამოკიდებულება ადამიანებს შორის, თქვათ, ბერიამ და სტალინმა იციან, თქვათ, აი პავლომ თავი მოიკლა, მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს, ახლა ყველა ვიცით რა არა, ტიციან ტაბიძე დახვრიტეს, მაგრამ ანთროპოლოგიური ურთიერთობები როგორია ირაკლი? ხო, ანუ მამისი აღდგენა ახლა მეტნაკლებად იმ წყაროებზე დაყრდნობით, რაც დღეს ხელმისაწვდომია შეგვიძლია, უფრო მეტი შეიძლება, რაც უფრო მეტი პირადი ხასიათის წყაროები გახდება ხელმისაწვდომი, ჩანაწერები, წერილების ნაკლებად, იმიტომ რომ მაშინ უკვე საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია იცის, რომ ფოსტით გაგზავნილი მიმოწერა ეს არის ფაქტობრივად ღია ტექსტი და იქ არაფერი რეალურად პირადი და სენსიტიური არ შეიძლება დაიწეროს. აქ არის მაქსიმუმ ეს დღიური, რომელსაც საშინლად უფრთხილდებოდნენ და აქ არის ზუსტად წერლების მომენტი. თორცდები როდიონ ქორქიას გვიანდელ დღიურში არის მოგონების სახით, რომ აი 37 წელს დაიწყო ეს ყველაფერი. ლეო ქიაჩელი მივიდა მასთან და უთხრა, რომ შენ ვიცი დღიურს წერ, მეგობრობდნენ და ეხლავე დაწვი ჩემ თვალწინ. მე უკვე ჩემი დღიურები დავწვი. იმიტომ რომ ხო ხედავ რა ხდება, ერთი სიტყვაც საკმარისია, რომ ადამიანი გაქრეს და დავწვეს და ორემ ვიტირეთ, ხო? და მე რას აკეთებს როდიონი, რომ წერს დღიურს, ოღონდ წერს დღიურს იმ გათვლით, რომ როცა დააპატიმრებენ და ამ დღიურს აღმოაჩენენ და წაიკითხავენ, რომ დარწმუნდნენ, რომ რა ასეთი პატიოსანი საბჭოთა მოქალაქეა, ხო? ეს დამახასიათებელი სინდრომი არის, ასე ვთქვათ, ტოტალიტარულ რეჟიმებში ცხოვრები ადამიანებს, რომ მან იცის, რომ ეს პირად დღიურიც კი შეიძლება სამხილი გახდეს, მაგრამ ვიღაცები მაინც რისკავდნენ და წერდნენ. ან უკვე როდესაც ჩათვალეს, რომ გადაიარა ამ მთავარმა საფრთხემ, მერე მოგონებები დაწერეს, ოღონდ ისიც შენახული, რომ ახლა საბჭოთა პირობებში ამის გამოქვეყნება იცოდნენ, რომ მაინც სახიფათო და საშიში იყო. ხო, რაც უფრო მეტი ესეთი წყარო გროვდება, მით უფრო ხვდებით, როგორი ყოველდღიურობა იყო მაშინ და ადამიანებს რა დაემართათ. ანუ ეს იყო რაღაცა პარანოიული, შიშით და სტრესით გაჯერებული ყოველდღიურობა, განსაკუთრებით ეს ცხელი ფაზა, როცა არის 37 წლის ზაფხულიდან წლის ბოლომდე და მომდევნო წლის საწყისი თვეები. სიჩუმე, სრული სიჩუმეს ვერ დავართმევთ ამას, ანუ ეს არის, რომ როგორც აი ეს ეპიდემია, ადამიანები ქრებიან, უახლოესი ადამიანები, კოლეგები, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, იციან, რომ არავინ არაფერს არ ლაპარაკობს, აი ეს არის მიზეზებზე თუ კი არის ლაპარაკი და ესეც არის სისტემური დაკვეთა, რომ თუ კი ბიუროკრატია სახელმწიფო სტრუქტურებს ან ესეთ სამსახურებს ეხება საქმე ხშირად, ეს არის ესეთი აუცილებელი დრამატურგია, რომ ჯერ ეს ადამიანები უნდა დაგმონ და გაკიცხონ. ეხლა ეს პროცესი უფრო მწერალთა კავშირის მოდელზე არის ცნობილი, გამომდინარე სტატუსური ამბიდან და ცნობადობიდან და მაინც ხელოვანები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან, რადგან ასე ვთქვათ, ინტელექტუალურ ელიტად განიხილებიან, მაგრამ აი ეს გასამართლებები კოლექტივის მიერ წევრის გასამართლება, რაც დაკვეთა არის, რომ ახლა ეს კამპანია უნდა შედგეს, რომ ორი სიტყვით რო ვთქვათ, ხო, ანუ ეს რა ფაზა არის 36 წლიდან სისტემა ამტკიცებს, რომ ეს არის ახალი საზოგადოება, ეს სოციალისტური საზოგადოება უკვე აშენდა, ეს არის გამარჯვება, ერთი ნაბიჯი აქედან კომუნისტურ საზოგადოებამდე, კლასობრივი ბრძოლა დამთავრებულია 36 წლამდე, სისტემა ამბობს, რომ სხვა კლასის
კლასები მყავს კლასობრივი ბრძოლა კი და მე ეს კლასები უნდა გავანადგურო რომელიც არ არის პროლეტარიატი ხო და ამის ფარგლებში ახლა ამას საუბარი შეიძლება რომ საზოგადოების შიგნით სხვადასხვა ჯგუფები არიან 36-ს მე რიტორიკა არის ესეთი რომ სოციალისტური საზოგადოება აშენდა სოციალისტური საზოგადოებაა მაგრამ როგორ უნდა აიხსნას ახლა ეს დაპატიმრებები და დასჯა რომ ესენი არიან აი გარეწარი მოღალატეები რომლებიც შეინიღბნენ თავი მოგვაჩვენეს თითქოს რომ არიან პატიოსანი საბჭოთა მოქალაქეები მაგრამ ჩვენ მათ ჩავავლეთ დანაშაულზე წავსარეთ და აი ახლა მათი სამაგალითო დასჯა უნდა მოხდეს ან აი ამ რიტორიკის გასაправებლად რომ თქვათ ეს თანამედროვე ტერმინი აი ეს გასამართლებები იყო აუცილებელი ყველას უნდა მიეღო ამაში მონაწილეობა ეს ხდება ადვოკატთა კოლეგიაში ეს ხდება სხვადასხვა კავშირებში სამსახურებში ვიცი ვაგონშემკეთებელ ქარხანაში თუ ყველგან რო ყვებოდი წულა ეს დღეურის მოგონებები წავიკითხეთ ხო და იქ მამამისი რკინიგზელი რომელიც სახელმძღვანელოს წერს საბჭოთა რკინიგზელებისთვის დააპატიმრეს გადაასახლეს სხვა შორის უცნაური რა არის იცი რომ სახელი დამოვიწყა ლევან თუ ირაკლი წულაია იორდანე წულაია კი ბატონო და როდესაც ამბობს რომ მე გავიგეთ სრულმოწმეები ვინ იყვნენო და ჩავედით ადვუმაძე თუ არ ვწდები და ნახე ვინ იყვნენ სრულმოწმეები და მე ისინიც კი დააპატიმრეს ხო ანუ რაღაცა შიდა კავშირებით ადამიანები იგებდნენ რაღაცაებს ხო ანუ კი ოღონდ ეს ძალიან სახიფათო იყო ეგ ამ იორდანე წულაიას შემთხვევაში როცა მან გადაწყვიტა რომ გამოეხსნა მამა და იმხილებინა სისტემა რომ ეს იყო ცრუდასმენის საბუთები მერე ხო ამის გამო თვითონ დააპატიმრეს საშნელი წამება გაიარა და ინვალიდდა და ანუ აი ეს ყოველდღიურობა როცა წინა დღით სხერპლი უკვე მონიშნულია, ვინც ასე ვთქვათ, იცნობს მას, მეგობრობდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდა, გზნობს რომ თვითონაც თუ არ უარყო ეს კავშირი მორიგი მსხვერპლი თვითონ იქნება. ანუ ეს არის რაღაცნა ესეთი სადისტური ყოველდღიურობა შექმნილი საკუთარი ტყავის გადასარჩენად, როდესაც უკვე განწირულ ადამიანს ხედავ, რომ მას ქვა ესროლო და ამითი საკუთარი თავი დაიცვა, ხო? ანუ ამის გამო უნდობლობა, სასტიკი, შიში, ანუ ვინც განიცდის ამას, რომ აი წრევი წროვდება მის გარშემო, რომ აი ერთი კოლეგა დააპატიმრეს ნათესავი დააპატიმრეს, მეზობელი დააპატიმრეს, თან რადგან ეს არის ყოვლის მომცველი წმენ და ლოგიკას აქ ადამიანები ვეღარ ხვდებიან, რომ აი ეს მერე საბჭოთა ანეკდოტები ამაზე შექმნილი, რომ აი კურდღელი გარბის შეშინებული და რატო რომ დათვებს კლავენ, დათვებზე ნადირობენო და შენ ხო კურდღელი ხარ და რო დაგიჭერენ, მიდი ამტკიცე მე რომ კურდღელი ხარ და არა დათვი, ხო? ანუ აი ესეთი ლოგიკა არის, რომ ყველას იჭერენ, არც შველის, არც ძველი რევოლუციონერობა, მაღალი პარტიული რანგი, სტალინის ბავშვობის მეგობრობა, დამსახურებები, ხო? ანუ გაურკვეველი ან თითოეული ადამიანი აქ თავს გზნობს დაუცველად ამ მასობრივი ტერორის ამოცანაც ეს იყო, რომ ყველა სუნდა უფრო და უფრო მძიმდება, ხო? ანუ აი მაგალითად 21 წელს სხვა იყო. მოდი საბჭოთა გასაბჭოებიდან ხო 21 თქვა 25 იქ ესეთი ციტატაც კი არის ორჯონიკიძის რომ გადავაჭადებს ცოტა ხო ანუ აჯანყების შემდეგ მაგრამ ეს ხო სიმძიმეა და მე ხოთაშორის ერთი ისტორია მინდა გავიხსენო ხა ეს ცნობილი ისტორია მაგრამ სულ მახსენდება დიქტატორების ესე კვაზი დიქტატორების აი ოჯახის წევრების და გარემოცვის ესეთი აბსურდული დასჯის ისტორიები და მათ შორის ყოვლის შემძლეობის ხო ხა შეიძლება ყველას გაუჩნდეს ეჭვი რომ საბჭოთა ტერორისგან ძალიან შორს ვართ მაგრამ მე მოგეხსენება მუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში რატო ვიცი ეს არქივის ისტორია ძალიან კარგად ანალიტიკურის ქვეშ იყო გახსოვს ალბათ ბატონი ომარიც მისი ასე ვთქვათ რაღაცნაირად ბევრი ამაგი ჩადეთ ყველა მახსოვს თქვენი ეს მუშაობა მაგრამ 2005 თუ რაღაც მოგვიანებით იყო და მაშინ შემოვიდა ერთ-ერთი საინტერესო წერილი ბიძინა ივანიშვილისგან ვანო მერაბიშვილის სახელზე რომელიც ამბობდა რომ მოკეთ სახლის სამშენებლო მასალა მოიპარეს. ანუ ხა ივანიშვილს წარმოიდგინე, არავინ არ იცნობს, რაღაცა 9 მილიარდია ყველა მიცის, სახეზე არავინ არ ვიცით, ანუ იშვიათი ადამიანების გარდა. იდუმალებით ხო, ანუ ძალიან ისეთი დამალულია და უბრალოდ სანამ წერილი შემოვიდოდა, ესეთი ადამიანი მოვიდა და თქვა რომ ესე იგი ოჯახის წევრმა მოპარ გაქურდა ივანიშვილი.
და მაშინ მე ჩვენ უთხარით ეგ რაღაც მინისტრმაც უთხარო, მოდი დაწეროს ეს განცხადება, ხო? და მართლა მოვიდა განცხადება. ოღონდ განცხადება მოვიდა მძახალზე, თუ ოჯახის წევრზე გახსოვს ეს ისტორია და ოღონდ ეს წერილი რო დავინახე, მე ჩემ თვალებს არ დაუჯერო და იქ ეწერა ძალიან კონკრეტულად, რომ $15,000 სამშენებლო მასალებზე მოიპოვა და ეს კაცი დაიჭირა. ანუ ამბობდა რომ დაიჭირეთ ეს კაცი, ხო? ანუ მე რას ვამბობ, რომ როდესაც ესეთი მითოლოგიური რაღაცა ბელადთან ხა ძალიან შორს არის ვთქვათ ივანიშვილი და ეს არ შევადარებ ნამდვილად და არც ესეთი ყოვლის შემძლე არ არის, მაგრამ მის რაც უფრო ახლოა, რაც უფრო მდიდარია, რაც უფრო ვთქვათ ძალაუფლება აქვს ხელში ადამიანს, მით უფრო გამორჩეულად ჯის ყველას და აი ღარიბაშვილი ევაშვილის და ანუ ეს მასშტაბი იზრდება, მით უმეტეს როცა სახელმწიფოს ჩაიგდებს ხელში ესეთი ადამიანი და ეს მთელი ვერტიკალი უსიტყვოდ ემორჩილება მის ბრძანებას, იქ შემდეგ კონკურენციის შიში ჩდება, ну, მოკლედ, ანუ ეს ცხადია, როცა ერთი მხრივ ხო თვითონ არსებითად ადამიანები მზად არიან, რომ ესე მოიქცნენ, მაგრამ მეორე არის და ეხლა ამ კონტექსტში რომ დავბრუნდეთ, ყოველდღიურობა როგორი იყო ადამიანების ურთიერთობაზე და ქცევაზე, როგორი მოქმედა მასობრივმა ტერორმა, არის რომ როცა ეს ჩარჩო უკვე არის ღია, მზა, ცხადი, აი ესეთი მასშტაბური აი განადგურების სასაკლაოა ფაქტობრივად ეს აკეზებს და ახალისებს ყველანაირ ქვენაგრძნობებს. ანუ ბევრი ვისაც აქვს შესაბამისად, ასე ვთქვათ, მორალური შემაკავებლები უკვე მოშლილი, ხედავს ამას როგორც შესაძლებლობას თავისი პირადი გამორჩენისთვის და გადარჩენა ერთი იმდენად როგორც უფრო მეტიც, ანუ გაუმჯობესებისთვის თავისი სტატუსის. მაგალითად სახლები, ხო? ანუ კი, ეს ცოტა უფრო ესეთ მითოლოგიზებული სახით არის დარჩენილი, რომ თითქოს ანუ დასმენა, დანოსი, რაღაცა ეს იყო გადამწყვეტი, მაგრამ რუსეთში იყო ესე, მოსკოვში დამშირი იყო. ну, მაინც სისტემა, ასე ვთქვათ, ეს ვერტიკალი ერთგვაროვანია, ძირითად შემთხვევებში, უმრავლეს შემთხვევებში სისტემას ესეთი გარემოხალისი არ ჭირდებოდა, რომ კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ უკვე რეპრესია წამოეწყო. აი ეს მე ამ ეგრეთ წოდებული რეაბილიტაციის პროცესებში ძალიან ცხადად არის, რომ ძირითად შემთხვევაში მსხვერპლთა დიდი უმრავლესობის დაპატიმრების და დასჯის საბაბი გახდა აგენტურული შეტყობინება. სხვა მტკიცებულება ეგრეთ წოდებულ გამოძიებას არ ქონდა და დანოსი. არა, აგენტურული შეტყობინება, ეს არის აგენტურული შეტყობინება, სისტემის საიდუმლო თანამშრომლები, აგენტები და ინფორმატორები აწვდიან თავისსავე დამქირავებელ ასე ვთქვათ, პატრონ სისტემას, კონკრეტული ინფორმაციის კონკრეტულ ადამიანზე, რომ ის ამას აკეთებს, ამას ლაპარაკობს, ეს არის. დანოსი არის რა, რომ მოქალაქე, რომელიც არ ადგას აღრიცხვაზე, არ არის წერს ანონიმურ წერილს და ასმენს სხვა ადამიანს, რომ აი ეს ცუდია, რაღაცას ცუდად აკეთებს. ესეთები იყო, რა თქმა უნდა, უფრო მეტიც სისტემას ამისი ღია და დაკანონებული სახე ჰქონდა ბოლშევიკურ პრესაში და 37 წელსაც მანამდე და მეც ეს გრძელდება, რომ აი მოხალისე კორესპონდენტები ხშირად ფსევდონიმით წერდნენ, რომ აი ის სამსახურს აცდენს, ის ცუდად ელაპარაკა კლიენტს რაღაც. ანუ აი ეს წახალისებულია, რომ გამოავლინეთ კანონიერების დამრღვევები. ან ყოველდღიური ესეთი კი, ამ პრესაში ნებისმიერ შეუძლია ჩაიხედოს 20-იან წლებიდან მოყოლებული ყოველდღიური თქვათ ნეგატიური თვისებებიც კი გამოავლინოს, ხო? თქვათ, ირაკლიმ დაიგვიანა, ესეთი. ან რომ ის მალავს თავის წარსულში, რომ აი სადღაც მუშაობდა, რომ აი იმპერიის დროს იქ მსახურობდა, ეს ითვლება, რომ აი ხა დანაშაულია უკვე და აი ეს წახალისებულია, ეს რა თქმა უნდა, ამიტომ ამბობ, რომ შემდეგ ეს პირადი გამორჩენის მოტივები, როცა ეს უკვე მასობრივი განადგურება მიდის, რიგ შემთხვევაში ასეთ ადამიანებს ახალისებდა, რომ დამატებით ეს გამოეყენებია შურისაძიებლად, გასამწარებლად ვიღაცის და ან დამატებით კიდევ ახალი რესურსი უჩნდებოდა სისტემას. თუმცა იდეაში დიდად ეს არაფერში არ ჭირდებოდა, როდესაც ისედაც მასშტაბური ქსელი ჰქონდა ამ აგენტ ინფორმატორების შექმნილი. კალექტიონტებზე როგორ გადაიქცა? ხო, აი ამ გადარჩენის საკითხი და ამ ყოველდღიურ ურთიერთობებზე ეს არის, რომ ადამიანები არიან შეშინებულები, უნდობლობა
გაჩნდა უზარმაზარი, ცხადია ხა მანამდეც ეს სისტემა ამისთვის მუშაობდა და ემზადებოდა ესეთ მასშტაბური ოპერაციებისთვის, მაგრამ ამ ეფექტმა, ესეთი სწრაფმა, დაუნდობელმა მასშტაბურმა წმენდამ და აი ამ ლოგიკის ვერ გაგებამ, რომ რატო ისიც, ხო, ანუ ყველას რო შეეხო, გააჩინა ეს უნდობლობა, შიში, აი თავდაცვის მიზნით სრულიად ყველაფრის გაყალბება თქვით ხო, რომ აი ეს ნაძალადევად ღიურებს წერდნენ ადამიანები, რომ თავი დაეცვა თეორიულად მომავალში ბრალდებისაგან და კიდევ აი ეს მომენტი, რომ იყო და ყველა ხედავდა, რომ რიგი ადამიანებისა, რომლებიც ამ ლოგიკით უნდა გაენადგურებინათ, გადარჩნენ. ასევე ვერ ვიტყვით, რომ ეს სისტემის მიერ იყო წინასწარ ესე გაცნობიერებული და დაგეგმილი, მაგრამ თვითონ აი ამ ტერორის ლოგიკამ შექმნა ეს, რომ დაიგეგმა ოპერაციები, დაიწყო პროცესში გაფართოვდა, მიაღწია გაცილებით დიდ მასშტაბს, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი და შემდეგ უკვე ისევ ცენტრის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ მომენტში, როდესაც მათ შეაჯამეს ეს ეფექტი, რაც მიიღეს და გაიანგარიშეს, გადაწყვეტეს, რომ ახლა ეს საკმარისია და გააჩერეს. და ისევ დაუბრუნეს საშუალო სტატისტიკურ დონეს, ხო, 38 წლის ბოლოს. და ამის გამო ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც უპირობოდ ახლა ისტორიას არ უყვარს ეს კატეგორია, რა მოხდებოდა, მაგრამ დაწყებული იყო პროცესი უკვე. ანუ ცენტრის გადაწყვეტილებით გადარჩნენ თუ უბრალოდ გადარჩნენ რიგი მათგანი იქედან გამომდინარე, რომ მათი რიგი ჯერ არ იყო მოსული და რადგან შეჩერდა ეს მასშტაბური ოპერაციები გაუმართლად, შეიძლება ასე ითქვას და რეპრესიას გადაურჩნენ, ნაწილი რეპრესიის პროცესში მოუსწრო, უკვე ლამის მსჯილი ჰქონდათ და უკვე გადასინჯვა დაიწყო საქმეების ისევ ზემოდან დაკვეთით და მაქსიმალურად რბილი სასჯელით ან საერთოდ სასჯელის გარეშე გათავისუფლდნენ. მერე არის კიდე დამატებითი შიდა შედარებით მიკროწმენდა 38 წლის შემდეგ უკვე თვითონ სისტემის შიგნით. ანუ აი ეს სასაკლაო ჩაატარებინა სისტემამ თავის ერთგულ მსახურებს, რომელთა ხელითაც გაანადგურა ძველი ერთგული მსახურები და 38 წლის შემდეგ რა ხდება? ლავრენტი ბერიას აწინაურებენ გადახავთ მოსკოვში, სრულიად საკავშირო შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად და ბერიას ხელით სტალინი ანადგურებს აი 37-38 წლების მთავარი ცენტრის მასშტაბური პროცესების განმახორციელებელ ეჟოვს და მის, ასე ვთქვათ, კლანს, ხო? ანუ ეს კიდე დამატებით შიდა წმენდა არის და ისინი ნადგურდებიან რა სოუსით და რა რიტორიკის ქვეშ, რომ მათ გადააჭარბეს ძალაუფლებას, მათ დაარღვიეს კანონიერება და გუშინ კოლეგები, რომლებიც ერთად აწამებდნენ და ხრეთნენ ათეულობით, ასეულობით, ათასობით ადამიანს, აიეხლა რადგან ერთი მათგანი ეჟოვის დაჯგუფებაში იყო და მეორე გახდა ბერის. ეგეც წამოვიდა წინ, ხო? კი, ცხადია, გვამებზე სიარულით და დადგა საერთოდ ინსცენირება გააკეთა თავისი მოწამვლის, ხო? თუ არ ვთქვი, იაგოდას დააბრალა რა, ესე არის. აი ეს მთელი, ასე ვთქვათ, პერიპეტიები ცხადია ესე ციკლურად მოდის. ოღონდ რას ვამბობ, ანუ ეს შიდა მიკროწმენდა კიდევ ჩატარდა და ერთი და იმავე დანაშაულის მონაწილე ერთს წაუყენეს ბრალდება, რომ მან დაარღვია კანონი და წაუყენა ვინ? მეორემ, რომელიც ახლა გამარჯვებული კლანის წევრია, ხო? ანუ აი ესეთი პროცესები მიდის და ამის შიგნით ჩვენ გვაქვს ცხადად და ღიად ახლა პაოლოს შესახებ ხსოვნა და მეხსიერება და ეს ტრავმა შეიძლება დავარქვათ ამას, ხო? იმიტომ რომ საუკუნეს გაუძლო ამ ტრაგედიის ასე ვთქვათ აქტუალობამ და ეფექტმა, რომ ეს ხდება ღიად. ამაზე ხა მწერლები საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში არიან, სისტემაც უწყობდა ამას ხელს. შეიძლება ხა ობივატელმა ეს კითხვა დასვას, რომ თუ კი სისტემისთვის ეს ადამიანები იყვნენ აღრიცხული, მონიშნული, რომ ესენი არიან შეურიგებელი, შეიძლება გარეგნულად ემორჩილებიან და თანამშრომლები, მაგრამ შინაგანად სძულთ და ორგანულად მიუღებელია მათთვის აი ეს
მოცემულობა, ოკუპაცია, ტოტალიტარიზმი, აი ამ ყველანაირი ქვენაგზნობების წახალისებაზე აწყობილი რეჟიმი, ხო? რატო პირდაპირ არ გაანადგურა ისინი ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე 1921 წელს, ხო? იმიტომ რომ სისტემას თვითონ სჭირდებოდა ეს რესურსი, ანუ როგორც სხვა სფეროებში ვამბობთ, ხო? მოამზადა ახალი კადრი, რომლის ხელით ძველი მოსპოდა გაანადგურა, შემდეგ უკვე ეს მომდევნო თაობის ხელით გაანადგურა, ანალოგიურად მოხმარებლურად უყურებს სახელოვნებო სფეროს, სანამ ის თავის ლოიალურ რესურსს არ გაზრდის, ბოლშევიკი, კომუნისტი, იდეოლოგიზებული მწერლების, პოეტების თუ ხელოვანების სახით, მას უნდა რომ აიძულოს არსებული ნიჭიერი, კარგი ადამიანები, რომ რეჟიმისთვის იმუშაონ და ამას აკეთებს ესეთი მაკიაველური პოლიტიკით, ამას საუბარი შორს წაგვიყვანს ოციანები და 30-იანების პირველ ნახევარში რა ხდება და შემდეგ უკვე როდესაც ხედავს რომ და თან რა გამოკვეთს მათ ფუნქციას, ის რეჟიმი პირდაპირ ამბობს რომ მწერალი სჭირდება, მწერალი მის სამსახურში უნდა იყოს, მწერალი არის ადამიანის სულის ინჟინერი. რუსული ტოტალიტარული რეჟიმის და იდეოლოგიის ეს მთავარი ხაზი იყო რომ შენ უნდა გქონდეს აფილაცია პარტიასთან, შენ პარტიისთვის უნდა მუშაობდე და თუ კი სხვანაირად განადგურდები. ხო, სხვადასხვა მეთოდით, ფორმალისტი თუ ხარ, ხელოვნებისთვის თუ არის შენი, ხო, აპოლიტიკური იმ გაგებით, ამ პოლიტიკური ნიშნავს აპრიორი კომუნისტურს, თუ კომუნისტი არა ხარ და შესაბამისად პოლიტიკური, შენ ხარ ასკარად რაღაცა სხვა, რაღაცა დიქტატორებსაც ხო ეს სჭირდებათ, ახლა შენ ამბობ, რომ დაუშვათ მასზე მომუშავე ხელოვანები სჭირდებათ, მაგრამ ასევე რა სჭირდებათ, იცი, გრადაციულად რო შეხედოთ, თქო, ხარისხობრივად. რაღაცა ხო სულ უფრო მძიმდება, ხო? სულ მაგას ვამბობ და სულ რაღაცა შრეებში შედის, მერე გამოდის, მერე იმას ანადგურებს, მერე იმას წმენს და ეს ძალაუფლების შენარჩუნებისთვისაც სჭირდება, ხო? სრული ტოტალური კონტროლი რო დაამყაროს. ლეგიტიმაციისთვის სჭირდება. კი, მისთვის არავინ არ არის ღირებულია, ეს სამარტივად რო თქვა. რა არის საოცრებელი დიქტატურისთვის და ესეთი სისტემისთვის, რომ ცხადია ახლა ეს როცა ხანგრძლივი არის, როდესაც ადამიანი იბადება, იზრდება, მას უნდა ხდებოდეს ეს აწყობილი ფასადი, სადაც ყველაფერი არის გამართული. ყველა მორჩილია, ყველა აღიარებს ერთ ჭეშმარიტებას და ეს არის, ასე ვთქვათ, წახალისებული და მოდელი, ხო, რომ შენ თუ გინდა იცხოვრო, ამას უნდა მოერგო. ხო და ჩვენ ვთქვათ მაშინ საბოლოოდ და მინდა რაღაცნაირად უნდა დიდხანს საუბრობთ და უკვე ვიცი რომ მნიშვნელოვანია თქვა ბოლოსკენ წასვლა და ცისფერყანწელების თავარი იდეა იყო ევროპეიზაცია. აი სულ თავში არ ვთქვი, პროსტორად აუცილებლად უნდა ვთქვათ ეს ევროპეიზაცია. პაოლო როდესაც ჩამოვიდა პარიზიდან, მისი ხო სულ ითვლებოდა რომ ჩხუბის თავები იყვნენ, უჩხუბობდნენ. იქ რაღაც ერთი ისტორია, როგორ ჩაშალეს ერთ-ერთი სპექტაკლი, ხო თუ არ ვწდები ქუთაისში. და მოკლედ ბევრი ძალიან ისეთი საინტერესო ისტორია, მაგრამ თავარი ეს იყო რომ ევროპეიზაცია მათთვის საქართველოს რაღაცნაირად უფრო დასავლეთისკენ, დასავლური წიაღისკენ და ეს სიმბოლიზმიც ხო, რასაც დაუშვათ ეს მათ ტექსტებში სულ არის. ამიტომ გავიხსენოს პაოლო, გავიხსენოს ცისფერყანწელები, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და ხო, არ დაგვაუწყოს საბჭოთა ტერორი ირაკლია ეს. ძალიან ეს მაგალითად გაკვეთილი არის რა მათი ამ მიმდინარეობის არსი ეს არის თავისუფალი ხელოვნება, ხო? და ევროპული არის რატო? იმიტომ რომ ევროპული ცივილიზაციაა წყარო. ამ დროს თავისუფალი ხელოვნების გაგების და თვითონ საოკუპაციო ტოტალიტარული რეჟიმისათვის იმ პერიოდში, როდესაც ითმენს ჯერ კიდევ რომ აი სხვადასხვა ესეთ ჯგუფები შეიძლება არსებობდნენ, ჯერ არ ანადგურებს მათ, ესეც არის ესეთი რაღაცა ნიმუში, რომ აი იმიტომაც იყო მთელი 20-იანი წლები და 30-იანების დასაწყისამდე პროპაგანდა ფოკუსირებული ცისფერყანწელების გაშავებაზე, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობდნენ კიდევაც, ეხა იარაღით ხელში არ უბრძოლიათ რეჟიმის წინააღმდეგ, სისტემისთვის ეს იყო საჩვენებელი, რომ აი მათი შემოქმედება, რადგან ასე ვთქვათ, ამას ასხივებს
არ ემსახურება ახლა პოლიტიკურ დაკვეთას ასე შემდეგ, ანუ აი ეს არის მიუღებელი, აი ეს უნდა განადგურდეს, ეს უნდა ამოვწირკოთ, ხო? და ესეც არის კიდევ გაკვეთილი. თუმცა ისტორია ვერ იგებს ომს წერალთან და ვერც დიქტატურა და ვერც პოეტთან, ხო? ანუ ეს სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა და ნამდვილ ხელოვნებას, ხო, ვიცით ახლა რეჟიმის პოლიტიკა რა იყო 20-იანების და 30-იანების დასაწყისამდე და დიდი ტერორის და მერეც კიდევაც, ხო, არსი, რომ ვინც მისიანია, ის უნდა იყოს პრივილეგირებული და ვერ წარმოვიდგენთ რამდენი მილიონი დაიხარჯა ამ ლოიალური მწერლების, პოეტების და სხვა ხელოვანების რჩენაზე, მათი ნამუშევრების ბეჭდვა, გავრცელება პროპაგანდაზე, რომელიც დღეს არავის არ ახსოვს. იმიტომ ეს იყო უხარისხო, იმიტომ რომ არ იყო თავისუფალი და არ იყო ნამდვილი ხელოვნება და გადარჩა ნამდვილი ხელოვნება, რომელიც იყო წნეხ ქვეშ და მისი ხარისხი, მისი ღირებულება უძლებს დროს, ხო? და ანუ ეს არის გაკვეთილი და სათქმელი, რომ დიქტატურის და ტოტალიტარიზმის პირობებში ნამდვილი ხელოვნება ყოველთვის იდევნება. შეიძლება ვერ გადარჩეს ფიზიკურად, მაგრამ ხელოვნება თვითონ დროს გაუძლებს. ისტორია ვერ ეჭიდავება, მithumetes დიქტატურა ვერ ეჭიდავება ნამდვილ ხელოვნებას და კულტურას. ჩემი საყვარელი ისტორიკოსი ბევრის ირაკლი ხვატაკიანი.